ალეკო რა კულტურული მნიშვნელობა აქვს ჭაჭას ჩვენთან? რა კულტურულ მნიშვნელობას ვანიჭებ? ღვინო გასაგებია ეხლა რაც არის და როგორ მოვიხმართ, საწვავთ, ყველგან ვსვავთ პრინციპში არ ქორწილია. ისეს უფრა არის, ის შეგვიძლია რომ მოკლედ ღვინო ვსვათ. ჭაჭას როგორ მოვიხმართ? რა თქმა უნდა, ერთი მხრივ რომ მრავალი საუკუნეა რაც ეს სასმელი არის გამოყენებული, თუმცა აქაც ისტორიული წყაროები კიდე შესასწავლია და როდის არის ნახსენები წყაროებში პირველად ჭაჭა და ეს სხვა საკითხია კიდე და აქ მეცნიერებმა უნდა იმუშაონ და თქვან თავისი სიტყვა, მაგრამ ბოლო პერიოდში, ბოლო 100 წლეულებში, რა თქმა უნდა, ეს ტრადიციული ქართული სასმელია და ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ნიშანია. თუმცა მოხმარების კულტურა ამ მხრივ სრულად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ეს არის ფაქტობრივად ლოთობასთან დაკავშირებული სასმელი, პირველ რიგში რაც არის ძალიან სამწუხარო და არ ვაფასებთ იმ კულტურულ ღირებულებას, რაც ამ სასმელს გააჩნია და წინა პლანზე მოდის თრობა და ეს მათ შორის ძალიან ისეთ ფორმებში. ანუ თავარი დათვრე, ხეობასაც ვარ უწოდებთ, ისეთი უფრო ზუსტად ლოთობა, ალბათ უფრო ეს არის ეს საკითხები, რაზეც უნდა მუშაობდნენ პირველ რიგში კარგი ჭაჭის წარმოებლები, რომ შეცვალონ ეს ცნობიერება ქართველ მომხმარებლებში და წინა პლანზე წამოვიდეს ის ღირსებები ამ სასმელის, რაც სრულიად უგულებელ ყოფს ამ სასმელის ისეთ სახით მოხმარებას, რა სახითაც ეხლა ძირითადად მასა ქართველი მომხმარებელი ამ სასმელს მოიხმარს. მეორე მხრივ მოდით ვისაუბროთ კიდევ კულტურაში რა ტიპის გამოყენება აქვს, ხო, მაგალითად სალოცავების დღეობები, როცა იმართება მთაში, ხო, ძირითადი სასმელი, რა თქმა უნდა, ღვინო არის, მაგრამ ჭაჭა და არაყი ასევე გამოიყენება და ეთნოგრაფებიც თავიანთ შრომებში მიუთითებენ, რომ ალკოჰოლური მაგარი სასმელები ყოველთვის იყო გამოყენებული ამ ხატობებში, გულისხმობ აღმოსავლეთიანეთს. ანუ რელიგიური რიტუალებში არის. ეს იქ უკვე ეს არ იყო თრობის და ხრეობისთვის განკუთვნილი სასმელი, ეს იყო იმ რიტუალებში გამოყენებული სასმელი, ხო, ეს არის ამ კულტურისთვის, ჭაჭის მოხმარების კულტურის დადებით კონტექსტში, რომ ვისაუბროთ ესეთი სახასიათო შტრიხი. ასევე ვიცით, რომ აი მოხუცები, ბებიების, ბაბუებიც ხშირად 100 გრამს უზმოზე სვამდნენ, რაც ნიშნავს, რომ არსებობდა ცოდნა ამ სასმელის შესახებ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის, კიდაც ხასიათის გამოკეთებისთვის, კიდაც ბაქტერიების მოსაკლავად ტონუსის სასაწევად ეს კარგი იყო, ხო, ესეც არის დადებითი შტრიხი ჭაჭის მოხმარების კულტურისთვის და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, რაღაცა იმ თუნდაც იმ მოხუცებს უბიძგოთ იმისკენ, რომ ალკოჰოლი მოიხმარონ, მაგრამ ეს კულტურაც არის და დასაფასებელია, რომ რაღაცა ზომიერების ფარგლებში ეს სასმელი იყოს გამოყენებული და წინა პლანზე წამოწეული იყოს დადებითი თვისებები ამ სასმელის და არ ვილაპარაკოთ მხოლოდ უარყოფითს. აი ახლა ჩვენთან მაგალითად ვენახშირიც მუშაობთ ხოლმე რა, ვინც გვეხმარებიან და რაღაც ზუსტად მაგ ტონუსისთვის და რაღაცა ანუ მუშას არაყის ანუ ჭაჭა რა ამოიღებს 1-2 მეტი არა რა მე მუშაობენ ანუ თვითონ როგორც ამბობენ ეხმარება კი ბატონო ფიზიკურად ეხმარება რა გასათბობად ყოფილი სამთაშიოს ხეში ყოფილი რაღაცა და ერთ ჭიქას შეუძლია მთელი სხეული გაათბოს და აი დღეს როგორ უნდა მოვიხმაროთ ეს აი მოდი ახლა რაღაცა ურბანულ სივრცეში რომ გადმოვიდეთ რა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანები დავარწმუნოთ გაუგებარი სპირტების და ტექნიკური სპირტების მოხმარებას, რომ ამჯობინონ ჩვენი ნამდვილი ჭაჭის სმა. ძალიან რთული ამბავი აქ მარტო ბლოგერები ვერაფერს გავხდებით აქ ისევ და ისევ პირველ რიგში წარმოებლებმა
უნდა ისაუბრონ ამას და მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებელს, რომ ეს ჭაჭა თავიანთი წარმოებული რით განსხვავდება თუნდაც იმ დარე ხარისხის სპირტების, რითაც გაჯერებული არის ბაზარი, რა უნდა მიაყოლონ, როგორც მალხაზ ხარბედიან ღვინის კლუბის პრეზიდენტმა დაიწყო საუბარი ღვინისა და კერძის შეხამების შესახებ და ამაზე ხო დღეს ფართოდ მითის იქ დეგუსტაციები ტარდება, ფესტივალები ტარდება და შეხამებებზე ბევრი საუბარი არის. ასევე ჭაჭის და კერძის შეხამების მიმართულებითაც არის საუბარი თუ რასთან დავლიოთ. ეხლა აქაც არის რაღაც კერძები, რაც პირველ რიგში გვაქვს. იდეალურია ხინკალი. ხო, ხინკალი. ჩვენი ნომერ პირველი საჭმელი და ეს ხო კარგად ეხამება ერთგვარად. მაგრამ არის კიდე რაღაც მივიწყებული კერძები, მაგალითად მახსოვს სოლიკო ცაიშვილის ქონდა დეგუსტაცია, უცხოელები იყვნენ მოწვეული, ეს ღვინო და ახლოების საფერავი, კარდენახის წარაფი, ქაწითელი და ხაშლამა და ბოლოს დესერტად იყო ჭაჭა, სოლიკოს ყოველთვის კარგი ხარისხის ჭაჭა ქონდა და კოლიო. კოლიო იყო გაკეთებული ქიშმიში, ნატურალური თაფლი, ისე რომ წყალი არ ქონდა გარეული და იმდენად ის იყო ბისზე გამოიძახეს, რომ ეს უცხოელები კოლიო იძახდნენ, რომ კიდე მოიტანეთო და კიდე გაიმეორეს ეს შეხამება კოლიოს და ჭაჭის სოლიკოს ქონდა მუხაში დავარგებული ჭაჭა ყოველთვის და ეხლა მაგაზეც უნდა კითხო ალეკო ეხლა დაძველების ამბავი რა როგორ არის ანუ როგორც კონიაკი შეიძლება უბრალოდ ბრენდი კონიაკის თქმა არ შეგვიძლია. ხო, შეიძლება დავაძველოთ, ისე შესაძლებელი არის ჭაჭის დაძველებას, რა. რა თქმა უნდა, ერთი ლექსი არის დალიეთ ვოჟებო არაყი. არაყი დალიეთ ანწლისა, ძველია ჭერხოში ნანახი, ძველია არ არის ამწლისა. მართალია ანწლის არაღზეა ლაპარაკი, მაგრამ ჭერხოში რომ აძველებდნენ, ხო, ამ ლექსში ეს გამოხატული, რომ დაძველების კულტურაც არსებობს. უხდება კიდევაც ალბათ რა. აი ხო, მაგალითად მუხის კასრები უფრო ევროპიდან არის შემოტანილი, ხო, მაგრამ ჩვენთან იყო ნაყენების კულტურა, ხო, აი მაგალითად კუნელზე მე თვითონ ვაყენებ შავი კუნელი, გამშრალი უკეთესია. დავასხათ ამ შავ კუნელზე ჭაჭა საკმაოდ გემოსაც არბილებს და ფერზეც კონიაკის გემოს იღებს, ფერს იღებს და გემოზეც რბილდება შესაბამისად ეს კულტურა არსებობდა ხა ის ყველას გავრცელებული რაც მე არ მომწონს გემოვნურად ესა კაკლის უღელი რაღაც მომწაროა ხო აი მაგის თქმა არ მომწონს და მაგრამ არის ეს კულტურა ხა არის სანათა წიწუაშვილი მარანი ლაგვანი რომელიც 15-ნაირი ნაყენი აქვს არის ბეკონდარა კონდარი ერთ-ერთი საინტერესო ექსპერიმენტი რაც გააკეთა ეს ყველაფერი ჭაჭისგან კურდნის წიფწები გააშრო და წიფწაზე დაასხა შემდეგ ეს ჭაჭა და მიიღო ასევე კონიაკის ფერი და გემოვნოდაც საკმაოდ დარბილებული კარგი საინტერესო ჭაჭა გამოვიდა ანუ ყურძნისეულ პროდუქტზე წიფწაზე დაყენებული ჭაჭა ეს არის დაძველების ხალხური ტექნოლოგიები რა თქმა უნდა მუხაში დავარგება ეს ევროპული კულტურაა მაგრამ კონიაკის დამზადების ტექნოლოგიიდან შეგვიძლია თავისუფლად ავიღოთ და ჭაჭაც დავაძველოთ მუხის კასრებში მე არ მომწონს ბულბუშელას და ეს ხელოვნური როგორც ეს არის ფაქტობრივად რაღაც ინდუსტრიული და იაფასიანი კონიაკები რომლებიც ჩიპსებზე და ბულბუშელებზე ენდება ასევე არის ჭაჭის შემთხვევაშიც ბევრად უკეთესია რომ კასრში იყოს მუხის კასრში დაძველებული ვიდრე დავაჩქაროთ ეს პროცესი ამ ბულბუშელათი და მუხათი და ვერც მივიღებთ რა თქმა უნდა მივიღებთ ნამდვილად ისეთ ხარისხს განსხვავება თუ არის რეგიონებს შორის აი მაგალითად გურიაში როგორ უდგებიან ამ პროცესს სამეგრელოში როგორ უდგებიან კახეთში ანუ ამ პატარა ქვეყანაში ამ სასმლის მიმართ არის აი როგორც მაგალითად ღვინის შემთხვევაში ხო არის სხვადასხვა ჯიშები ყველა მხარეს თავისი ჯიში აქვს გამოხატული თუ არის ან დაყენების ტრადიცია ან რამე ისეთი განსხვავებული ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ხო პირველ რიგში შეატყობთ იმასაც თვითონ
ტექნიკას, რითაც იხდება, ხო, ანუ არის საოტი, აგურებით აშენებული ღუმელი და მართლა მინი ქარხნის შტაბ-ბეჭდილებას სწავლობს კახური საოტები და არის ეგრეთ წოდებული გეჯით გამოხდილი პატარა დანადგარით გამოხდილი უფრო დასავლეთ საქართველოში, რასაც იყენებენ ჭაჭის არყები და აქაც ჩანს, რომ იქ მცირე მოსავლიანი არის დასავლეთ საქართველოს ვენახები და შესაბამისად ის გეჯა ყოფნის იმას, რომ ის მცირე მოსავალი ჭაჭად გამოხადონ შემდგომში და აღმოსავლეთ საქართველოში კახეთში უფრო ეს დიდი მოსავლის შემდეგ როცა ჭაჭა რჩება ნარჩენ პროდუქტად, იქ უკვე ეს გეჯა საკმარისი არ არის და საჭირო უფრო დიდი დანადგარი, რაზეც უნდა გამოხადო. სხვა მხრივ ახლა ბევრი განსხვავება შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში გემოვნულად მაინც ერთი არის ჭაჭა არის ყველა გინდა დასავლეთ საქართველოს, გინდა აღმოსავლეთ საქართველოს, რა თქმა უნდა დასავლეთ საქართველოში უფრო ორნახადი ჭაჭა არის პოპულარული სამეგრელოში, სამნახადიც ასევე სიმაგრეზე არის ორიენტირებული რატომღაც დასავლეთელი მხდელიც და მომხმარებელიც და აღმოსავლეთში ერთნახადი ჭაჭაც საკმარისია იმისთვის, რომ კარგი პროდუქტი შაქრიანობის ამბავი ხო არ არის? ალბათ უფრო ეგეც არის, ხო, რომ ალკოჰოლი უფრო მაინც მგონია ხა რაც უნდა დაბალ შაქრიანი იყოს ყურძენი. ჭაჭას მაინც მიიღებ 45 გრადუსს კარგად მიიღებ. საკმარისია სხვადასხვა. აი ხა ორნახაც რო ხდიან უკვე 60-ზე ქვემოთ ვეღარ ჩამოყავთ და უკვე 60 გრადუსიანი ორნახად. ნუ კაი 50 თუ წყალს გაურევენ, ჩამოიყვან, წყალი თუ გააბერენ, მაგრამ უკვე მე ეს წყალი უკარგავს აშკარად თავის არომატებს და თვისებებს თვითონ ჭაჭას, იკლებს მისი ღირებულება.